იმ მსჯელეს მსჯელობის შედეგად გადაწყვიტეს რომ მაგიდაზე ყველა ვერსია დევს ესეთი ითქვა მაგრამ ჯერ არ ეწამ რას ქვია რა ანუ ყველაფერი მაგიდაზე ყველაფერი დევს მაგიდა ყველა ვერსია გადაწყვეტილი გასაგებია დევს მაგიდაზე და ჩვენ რაღაც გადაწყვეტილებებს მივიღებთ ჯერ ვერ მივიღეთ ვერაფერი გადაწყვეტილება, ჯერ მხოლოდ იმშელეთ და ნოემბერში შეიძლება საკვანძო სიტყვა შეიძლება და არის მეორე საკვანძო სიტყვა ნაწილს მოქალაქეების საქართველოს მოქალაქეების ჯგუფს ნუ საუბარია ხელისუფლების მილიონრებზე მოკლედ ოცნების მილიონრებს არც მგონია რომ მილიონრებს უფრო ისეთ ხალხს ვინც ისედაც არ მიდის არა მან რა მოხდება გეტყვი ოცნების საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს გაურთულებთ უიზო მიმოსვლის სტანდარტებს ეგ ნიშნავს ანუ როგორ აღწაი შალვარა მიშულს აუ არა ეგ ნახე არა მგონი წინაზე რა მოხდა არა მგონი აი რა აბა ვიზ არ ვიცი არა ეგ არ ვიცით მაგრამ გეტყვი კაცო წინაზეც გაურთულეს საქართველოს მოქალაქეების ჯგუფს უიზო მიმოსვლის სტანდარტი ხოდ ვის არ დიპლომატიური პასპორტები ვისაც გაქვთ დიპლომატიური პასპორტებითო აღარ შეგეძლებათ უიზოთ შემოსვლა ანუ არა დიპლომატიური ჩვეულებრივი პასპორტი რო ამოიღო პასპორტით შევლე ანუ ხო აქვს დიპლომატიური პასპორტი და პასპორტი ჩვეულებრივი ხო აქვს რა თანამშრომელს თავრობის წევს აი არა დიპლომატიური პასპორტით გამოტანეთ და უშო ხო და ეხაც რაღაც ასეთი მზად ანუ ეხაც რანაირი იცი აი ხა ჩვენ მივიჯერეთ ხო ეს მსჯელობა იყო აი როგორ გამოიყურება იცი აი ის ხო ყველა საკნანახი ის ფილმი ბეჭდების ბრძანებელი აი ხეები რო შეიკრიბებიან რა ენტები აი რომ მსჯელობენ და რა გადაწყვიტეს ჯერ გამარჯვების თქვა მორჩით ხო იცი აი ეგ მომენტი რო აი ეგეთი რაღაც მოხდა ანუ შეიკრიბენ აქ ხალხი დალეწილია ხალხი ქუჩაში დგას და ვაიმე აბა რა გადაწყვიტეს და გამარჯობა თქვენ ესე კაი მაგალითი მოიყვარო ქუჩაში დგას არა იმ მე შენს კარგად აი ბეჭდების ბრძანებელის მაგალითი რომ მოიყვანოთ აი Helm's Deep-ში უკვე გაარღვი ეს კაი ბოლო შევარდნენ აი ბოლო იმაში ელოდებიან რა უკვე რა თუ არა და ანუ ამათთვის ეხა ხო ეგრე დგას საკითხი იმიტომ რომ ბოლო 100 კაცი დგას რუსთაველზე გუშინ მაგასიდან 10 დაიჭირეს ფათაშორის სანაია დაიჭირეს კიდე შეგვიძლია კადრებიც ვაჩვენოთ და აი რაღაც აი last stand moment კინემატოგრაფიული აი ჟანრი და მათ შორის კონკრეტულად ბეჭდების ბრძანებლის სიუჟეტი რომ მოვიშველიოთ ეხლა არის რა ეტაპი იცი აი ბეჭდების ბრძანებლის მეორე ნაწილში მან ხო აი ბოლო ციხესიმაგრეში რომ გამაგრდნენ ესენი უკვე კედლები გარღვეულია და გამოქვაბულია რომ მეფეუბნება რომ სახელოვნად უნდა დავიხოცო და აბა ცხენებზე კარებს რო გააღებენ და შეუტევენ ესენი და უკვე აშკარად წინაც ვერ მიდიან და აი წამების ამბავია და იქით გენდალფი მოდის თავისი ჯარით განათდება და კავალერია ენტები დაანგრევენ სარუმანის იმას კოშკს და ანუ ეგ მოლოდინია და ამ დროს ანუ აქ ნენსი ვოლანდი ეუბნება ნანუკა ჟორჟოლიანს რომ ბარემ ბოლოჯერ გადავკვეტოთ ეხა რუსთაველი და სახელოვნად დაგვიჭირონ და ამ დროს უნდა მოვიდეს ევროკავშირიდან კავალერია ოღონდ იქ შეიკრიბნენ და ყველა ვარიანტი მაგიდაზე დევს და სამ თვეში განვიხილავთ საურონს და სარუმანს მან უკვე შემოუშვებთ მან უკვე სხვა ჟანრი და სხვა კინო შემოდის იმიტომ რომ უკვე ბეჭდების ბრძანებელი არ არის ეგ არის მიმინოში სასამართლოს ის რო არის რომ ჩირის პიაწლეთ პამაგუ ტიპი რო თვითონ მიყავთ ხო იცი დაჭერი აი ცოტა მანდ გადავიდა რა აი აქ ერთი კითხვაა და ერთი სიტყვით უპასუხებ უბრალოდ ამას იმიტომ რომ ეს მოკლე პასუხი ამაზე შესაძლებელი დასავლეთიდან ინტერესის შემცირების მიზეზებიც რა არის თქვენი აზრით? ეს ავხსნათ მე უფრო ვრცლად, მაგრამ ერთი სიტყვით გიპასუხებთ, ახლა შარშან ჩვენ წელი გამოვობაში ამაზე ვსნიდით, რომ და ამაზე არის ერთი პასუხი, ტრამპი
რომ მოვა ტრამპი, დასავლეთი დაიკიდებს ამ მიმართულებას. ხო ვიძახდით არა? მოვიდა ტრამპი და დაიკიდა. და დანარჩენი რაც ხდება, რასაც ვიძახდით წინასწარ, ამ მიმართულებას დაიკიდებს და დაიკიდა. რო არ მოსულიყო ტრამპი და მოეგო საწინააღმდეგო ფლანგს, აქ იქნებოდა რადიკალურად სხვა სურათი, თავდაყირა, დიდი ძალიან დიდი იმის შანსი საერთოდ ეფექტური მაიდანიც კი მომხდარიყო, მაგრამ თუ ეს ვერ მოხდებოდა, ძალიან მძიმე წინააღმდეგობის სურათი იყო. ჩვენ რო პროგნოზირებდით ჩარშავა მაიდანი ცდელობა იქნებაო რაც იყო, მაგ განვითარების ვერსიებსაც რო პროგნოზირებდით, ვიძახდით რომ ტრამპი თუ მოიგებს, მაგ მაიდანს ექნება უკიდურესად დაბალი შესაძლებლობები და შანსი. მაგალითად ცოტა ეს მე უფრო ცოტა ვისაუბროთ და ეხლა ჩვენ ცოტა იუმორში გადავყავს ეს ყველაფერი, არა და აქ სახუმარო არაფერი. სინამდვილეში საკმაოდ ძალიან სამყარო ამბავია. ეპოქა თავდება. ერთის მხრივ, იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი აი ამ არასწორ წარმოდგენებშია და მათ შორის საკუთარ თავსაც აზიანებს და რაღაც თვალსაზრისით ქვეყნის ინტერესები ზიანდება, რომ ხალხი ილუზიებში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ იმიტომ ცოტა იუმორისტულ და ირონიულად იმიტომ საუბრობთ, რომ რა ვიცი, ვერავინ ვერ დაგვაბრალებს ჩვენ რომ ამაზე არ ვსაუბრობთ. ვერც მწერით და ვერც მოყვარე ვერ დაგვაბრალებს რომ ამ დღეზე არ ვსაუბრობდით. ჩვენ თვეების, წლების წინ გაფრთხილებდით რომ ნუ მიდიხართ ვაბანკზე, დასავლეთის იმედად დაგიკიდებენ. და ისტორიულად არაერთხელ მომხდარა კაცო 1918-21 წელი გაიხსენეთ. რა ვიცი მეორე მსოფლიო აქეთ იხსენებ. სულხან საბა ორბელიანიდან მოყოლებული აქედან ვიღაცები რომ მიდიან იქ და ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და ეხა ევროპა გვერდში დაგვიდგება. აი ეგ ტექსტი საქართველოში რაც კი არსებობს ისტორიული მომენტი არ არის ერთი მაგალითი არ არის სხვანაირად რომ მორჩენილიყო. ანუ ისტორია ხო უნდა იცოდე ადამიანი. ან არაფერია გასაკვირი არის კაცო ჩვეულებრივ გეოპოლიტიკა, მშრალი გეოპოლიტიკა. იმდენად შორს ხარ შენ და იმდენად უნიშნელო ხარ იმათვის რომ შენზე ზედმეტ რესურს არავინ არ ხარჯავს კაცო. თუ მთავრობას თვითონ უნდა და ხალხის უმრავლესობას თუ უნდა მაგ შემთხვევაში შემოდის ურთიერთობებში, ისიც სათავისოდ გათამაშებს, მისი ინტერესები რო გაატარო, თორე შენ კი არ დაგიცავს და კი არ აგაყვავებს. მაგრამ თუ თავრობას, ხალხის რაღაცა ნაწილს სხვა პოზიციები აქვს, იმას იმდენად არ უღირს შენს გამო იქ რესურსების დახარჯვა, დაპირისპირებაში შემოსვლა, რომ ამ შედეგს ვიღებ. და კიდე რას უნდა, აი რა მინდა, იცი რომ კიდე გაუსვათ ხაზი? აი მაგალითად ჩვენ ხო დავიწყეთ იმის ლაპარაკით, რომ გახარია შედის პარლამენტში. და ეგ რატოა მნიშვნელოვანი აი ამ კონტექსტში? ეხლა ხო ფაქტია, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ის რასაც ჩვენ ეხლა ვლაპარაკობთ, ის რომ ისინი ვერ ახერხებდნენ დასავლეთის წარმომადგენლებთან საერთოდ შეხვედრას, ვერ ახერხებდნენ დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებას მთელი ეს პერიოდი, მათ ხომ ეს ძალიან კარგად იციან, რომ ეს პირდაპირ თვითონ იყვნენ ჩართული ამ პროცესში და ამ შედეგის მიღწევას რომ ვერ ახერხებდნენ, ის რომ მათ ეს ძალიან კარგად იცოდნენ, ფაქტია და გახარიას პარტიის ნაბიჯებიც მაგას გამოხატავს. იგივე ლელოს ნაბიჯიც, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე უარი თქვა და ეხლა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ეგეც მაგას გამოხატავს, რომ ანუ მათ კარგად იცოდნენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, ხო და აქ მნიშვნელოვანი რა არის, იცით? რატომ მაგის მიუხედავად ისევ იმის ლაპარაკს აგრძელებენ, თითქოს ამ ბრძოლას დასავლეთი დაუჭერს მხარს და ამ ბრძოლას აზრი აქვს. მაგას რატო აკეთებენ, იცით? იმიტომ რომ მაგ პოლიტიკოსებს და მაგ პოლიტიკურ ძალებს საერთოდ სხვა გზა არ აქვს. მოსახლეობას რო სიმართლე უთხრან, ყველაფერი მაგათი ბრალი გამოდის. ანუ დაფიქრდით. აი ხა დაფიქრდით, რომ მათ გაიგოს მოსახლეობამ ის, რომ არასდროს არ იყო იმისი შანსი, რასაც ისინი პირდებოდნენ. ეგ რომ გაიგოს მოსახლეობამ, ხო
მაგ პოლიტიკურ ძალებზე და მაგ პოლიტიკოსებზე ვის პირდაპირ რეიტინგზე აისახება ეგ ყველაფერი. ამიტომ ისინი პირადად არიან დაინტერესებული იმაში, რომ თითქოს ყველაფერი კიდე გრძელდება. ისინი ცდილობენ, რომ ის ილუზია, რომელიც შექმნეს საპარლამენტო არჩევნებამდე, ის ილუზიამ შეინარჩუნოს აქტუალობა და დღემდე იგივე სურათს ხატავენ. თითქოს აი რაღაცა ბრძოლა, რაღაც იქ ხალხის აი ამ უწყვეტ პროტესტს აქვს რაღაცა შედეგი იქ დასავლეთში თითქოს განიხილეს. სინამდვილეში არის მარტივად ეს პოლიტიკოსები ვინც არიან. აი ეს კოლექტიური ოპოზიცია პროდასავლო. ესენი სინამდვილეში საერთოდ არანაირ კავშირში არ არიან იმ შედეგის მიღწევასთან, რომელიც იმედებსაც ისინი ქმნიან. ისინი მაგ იმედებს უბრალოდ იმიტომ ქმნიან, რომ მასზე ინარჩუნებენ აქტუალობას. თორე რეალობა რომ დაინახონ ხალხმა. ის ხალხიც ვინც ქუჩაში დგას, აი მათაც რომ რეალობა დაინახოს, სინამდვილეში ეს პოლიტიკოსები საერთოდ გაქრებიან.